სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 30 ადამიანი დააკავეს. ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ზემზარ გაგნიძის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში ქრთამისაღებისა და ქრთამისაღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებული ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე, რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს. სუსის განცხადებით, ქობულეთში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია 2 ადამიანი, მათ შორისაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის საზოგადოებრივ კოლეჯ ახალი ტალღის პროფესიული კურსის კოორდინატორი, რომელმაც მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან წინასწარის შეთანხმებით სუსის მტკიცებით ერთ პირს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბის სერტიფიკატი დაუმზადა. მესამე საქმე ეხება თბილისში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი. მეოთხე საქმე. დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2 სპეციალისტს სოფელ ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბრალდება წარედგინათ. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა შეადგინეს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმი, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილით 13,500 ლარის ღირებულების 2,560 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. სუსის ინფორმაციით ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე პასუხისგებაშია მიცემული წარინჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლის ადმინისტრაციულ ერთეულში და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში. ზემზარ გაგნიძის თქმით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ უყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილ წარმომადგენელს. მეშვიდე საქმე. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მერის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში. ბრალდება წარედგინა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი და ერთი მოქალაქე. დიდი ოდენობით თაღლითობის ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტორების ჯგუფის თავმჯდომარეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელს, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, ასევე კონტრაქტორი კომპანია შპს არტიფექსის დირექტორს და ინსპექტირების ორგანო შპს lt ექსპერტის ექსპერტს ბრალდება წარედგინათ. ასევე სუსის განცხადებით, დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტებზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ასევე ამავე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სენაკის საფეხბურთო კლუბის დირექტორს და მის მოადგილეს ბრალდება წარედგინათ. უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგის და ანგარიშწორების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და 2 წევრი, ასევე სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიის 2 ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი 2 კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები.